მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ კარმული კვანძების დანიშნულებაზე პირად რუკაში. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ მაქვს ვიდეო ცალკე კარმულ კვანძებზე. რადგანაც კითხვები მოდის ხოლმე სულ რა იქნებ გააკეთოთ ვიდეოები კარმულ კვანძებზე, არა და მაქვს. ფაქტობრივად ძალიან ბევრ ასპექტზე მაქვს ვიდეო, მაგრამ მინდა რომ ცოტა ჩავშალოთ ნიშნებში და სახლებში, როგორ ლინდება თვითონ. საერთოდ ახლა ერთი-ორი სიტყვით მინდა აგიხსნათ რა არის კარმული კვანძები უფრო ეზოთერული გაგებით. ფიქტიურ წერტილებს ვეძახით ჩვენ, თუმცა აი მაგალითად პირად რუკაში როცა ვუყურებთ ხოლმე კვანძებს, ხომ? მანდ უკვე ვხედავთ რა ასპექტებშიც არის პლანეტებთან, მაგალითად ისე თამაშდება ხოლმე ჩვენი შესაძლებლობები. ანუ რა არის აღმავალი კარმული კვანძი, ხომ? აღმავალი მეანიშნებს ეს რომ ეს არის ამ ცხოვრებაში რა გამოცდილება უნდა მივიღოთ, რა სფეროები გვაინტერესებს და აღმავალი კვანძი მეანიშნებს რომ რა გამოიარა სულმა წინა ცხოვრებებში, ან როგორც ოჯახურ ეგრეგორში, მაგალითად რა უნარებით დაიბადა ადამიანი, ხო? ვის როგორ უნდა ისე სჯეროდეს. ანუ თვითონ ეს არის უკვე ჩვენი დაბადებიდანვე მოყოლებული უნარები, აღმავალი პირიქით მეგვანიშნებს უკვე ამ დაღმავალი საფუძველზე უნდა განმოვითაროთ ახალი უნარები. ეს რა თქმა უნდა ესე მარტივად არ არის რუკაში, ანუ უნარების მიღმა კიდევ არის როგორც შესაძლებლობები, დიდი შესაძლებლობები, ხო? სიმბოლურად ასტროლოგიაში აღარ შემიძლია. აი, ერთ საათი ამ ვიდეოს წერ მაწყვეტინებს ხან და ისე ტელეფონი გადამიყირავა ხარ რაღაცები ჩამოაგდო. აი ესე ვდგავა. ბოდიშეთ რა უკვე წყვეტ ისე საინტერესო ადგილებში ვწყვეტდი ვიდეოებს ამის გამო, არა მოკლედ ხო და თვითონ ახლა აღმავალი კარმული კვანძი ეს არის გაფართოების ენერგეტიკა, ანუ სად ფართოვდებით ჩვენ, სად არის ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი შესაძლებლობები და დაღმავალი ეს უფრო სატურნის ენერგიასთან ვაკავშირებთ ხოლმე, როგორც შეზღუდვა, შემცირება და ნენელა უკვე ჩვენი სფერო მცირდება, გარკვეულწილად ჩვენი ცხოვრების გამოცდილება დაღმავალი სფეროში, რაც უფრო დიდხანს ვართ, აი ნენელა ის სფერო, ის ნიშანი სადაც არის, სახლი სადაც არის, ის შესაძლებლობები მცირდება და აღარ აგვაქვს ხოლმე უკვე დიდი გაქანება დაღმავალის ზონაში. რაც მნიშვნელოვანი არის, ნენელა ჩვენი ინტერესიც იკლებს ხოლმე ამ დაღმავალის მიმართ, დაანგრია ქაურობა. და ნენელა უკვე გადავდივართ ჩვენ აღმავალ კარმულ კვანძზე. ეს ნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობები იხსნება ხოლმე ადრე თუ რაღაც ერთი გვაინტერესებდა, რომელ სფეროშიც ვახდენდით რეალიზებას ჩვენი თავის, ეხლა გარკვეულწილად კარმული კვანძების დაბრუნების პერიოდიდან უკვე ახალი ეტაპი იწყება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში. კარმულ კვანძებს აქვს თავიანთი ციკლები, მაგალითად 10 წელიწადში ერთხელ უკვე სრული დაბრუნება არის ხოლმე, არის შუა პერიოდები ასევე და მანდ შეგიძლიათ უკვე ყურადღება მიაქციოთ რას აკეთებთ სწორად და რას აკეთებთ არასწორად და რა არის ეს სწორი და არასწორი. კარმულ კვანძებში ჩვენთან არის რა იცით, რამდენად ვითარდება სული, რამდენად მიდის წინ განვითარებისკენ და არა ტკეპნის ერთი და იგივე ადგილს. ეხლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთოდ არის ხოლმე ესეთი გაგება კარმული კვანძების, რომ აუცილებელია აღმავალის გზით ვიაროთ და დაღმავალი ჩავკეტოთ. ესე მთლად არ არის, მეგობრებო. დაღმავალი არის ჩვენი რესურსი, ჩვენი უნარები, ჩვენი ნიჭი, ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც მოყვება ძალიან ბევრი ცხოვრებიდან. კარმული ასტროლოგიით, ჩვეულებრივი ასტროლოგიით კიდევ ეს არის ოჯახური, გენეტიკური ხაზიდან დაგროვილი უნარები. ხო, როგორც წესი, კარმული კვანძები ჩვენ რაც გვაქვს ხოლმე ის ჰქონდა ბებიას, ბაბუას, ან წინაპრებს და აი ამ მასშტაბით ვიბადებით ხოლმე ჩვენ აი ამ კარმული ენერგიით. შვილებსაც ხშირად კარმული კვანძები იგივე აქვს ხოლმე და აი მან ხედავ აი როცა ამბობენ რომ აი როდის იქნება ჩემ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები და ხედავ თქვათ რომ კარმული კვანძები უახლოვდება, ხო, დაბრუნება კვანძების, ну მან ხედავ რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება ბავშვი გაუჩნდეს, შეიძლება დაოჯახდეს, შეიძლება უცხოეთში წავიდეს, გააჩნია კვანძებს, ხო, ანუ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე ზოგჯერ ჩვენ ცხოვრებაში. ზოგჯერ ეს არა ფიზიკურად, არამედ მენტალურ დონეზე ხდება ეს
ცვლილებები კარმული კვანძების პერიოდში და იცით რა არის მნიშვნელოვანი, რომ ამავე დროს ჩვენ მოგვდის ენერგია, როგორც კი კარმული კვანძის ზონაში ვჯდებით. აი აღმავალი კარმული კვანძი, მაგალითად, როგორც კი შევდივართ, იქ მოგვდის ენერგია, იქ გვაქვს რაღაც სიცოცხლის სიყვარული, ადრეც ვთქვი წინა ვიდეოში, რომ თუ ადამიანი დეპრესიაშია, ეხლა მარტო კვანძების ბრალი არ არის, ბევრი რაღაც შეიძლება მათ იყოს, მაგრამ თუ დეპრესიაშია, თუ ენერგია არ აქვს, თუ სიცოცხლე მაინც ისე არ უხარია, ესე იგი მაინც აღმავალზე ზის, ესე ვამბობთ ხოლმე. იმიტომ რომ თუ ჩვენი მისით მივდივართ, ჩვენი ინტერესით, აი, ცით ესე ვერ ვიტყვი, რომ აი აღმავალი კარმული კვანძი ეს არის რაც ღმერთმა სამყარომ დაგვავალა. ეს არის ჩვენი პირადი სურვილები, ჩვენი პირადი განვითარება, რომ ჩვენ იმ ზონაში გვინდა შევიდეთ, როგორც სიახლე და ადრეს ვთქვი ვიდეოში, რომ ეს ფაქტიურად არის ის ენერგია, რის გამოც მოვედით ამ ინკარნაციაში, ანუ სატყო არასავით, რომ აი კარგი დავებადები, იმიტომ რომ ეს გამოცდილება მინდა მივიღო. ან ეს არის თან როგორი ენერგია იცით, რომ აი სადღაც წინა ცხოვრებებში მაგალითად ან სიკვდილის მომენტში, ან სიბერეში, რომ აი ესე წავიდოდი რა, ჩემ ცხოვრებას უფრო ესე წავიყვანდი, რომ გვიფიქრია მაგალითად, ნუ ეს ეზოთერულ ასტროლოგიაში წერია. და პროგრამა ფაქტიურად რომ ჩაიდორო, ხო, კაი, განვითარებები ესეთი მიმართულებით. მეც ვნახე ჰიპნოზზე ჩემი კარმული კვანძი და სხვათა შორის მქონდა ეს განცდა, მე არ მქონია რომ აი წინა ცხოვრებაში რაღაც ესეთი ვნახე რომ აი მიოცნებია უფრო დაბადებასა და სიკვდილს შორის თითქოს არ ვიცი ხარ რამდენად ეს არის, მაგრამ აი პირდაპირ დავინახე რომ მე ეს ხოვრება მინდა. და იმიტომ რაღაცნაირად დავიღალე სხვა ენერგიით და ეხლა მინდოდა რაღაც ესეთი სფერო, აი როგორი მინდოდა ჩემ ცხოვრება რა ყოფილიყო, მოდით ესე ვთქვათ. და რეალურად აღმავალი კარმული კვანძი თავის სახლით, ასპექტებით, ყველაფრით მართლა ესე მაქვს. პლუს კარმულ კვანძებთან ვამბობთ ხოლმე წინა ცხოვრებებში ადამიანი რა გზით მიდიოდა, განსაკუთრებით თუ არის ასპექტებთან ჩართული. ხო ცოცხალია ეს გაჩერდა რაღაც. ხოდა, აი რა კუთხით გეუბნებით, იცით? მაგალითად, როცა არის ასპექტირებული ნეგატიურად, ხო? სხვადასხვა პლანეტასთან, კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ რაღაცას არ ანვითარებდა, ამ პლანეტას არ ავლენდა კარგად, მაგალითად ადამიანი, ან რაღაც შეცდომები დაუშვა სულმა. და ეხლა გვაქვს ხოლმე როგორც გამოსაცდელი ნეგატივი კვალი, მოდით ესე კი, ცოცხალია, აგერ ყოფილა. ვალი არის რაღაც კარმული კვანძი, ხომ? როცა არის ხა მქონდა ვიდეოც ასევე მსესთან შეერთება და აღმავალი კარმული კვანძის და აღმავალის მთვარესთან და აქ გარკვეულწილად ვამბობთ ხოლმე რომ რაღაც ვალები გამოყვა წინა ცხოვრებიდან ადამიანს. ესე იგი, მან არ განავითარა მზის პრინციპი მაინც სწორად, ან მთვარის პრინციპი, ან უბრალოდ ამოწურა, მაგრამ რაღაც ვალებიც დაიდო. ამას ვამბობთ ხოლმე, როცა კარმული კვანძი პლანეტებთან არის შეერთებაში. სხვათა შორის, როცა სინასტრიაზე ვსაუბრობთ, ხომ? სინასტრია არის, როცა ორი ადამიანის რუკები იდება ერთმანეთთან, ამას რაღაცა ისა აქვს ამ ჩემ პატარა ბისოს ენერგია, ენერგიზერი არის დღეს. ვერ ვაჩერება. და რო ჩავკეტო სხვა ოთახში, უბრალოდ ამოთხრის კარებს და შემოვა კარებიც და ამაზეა საუბარი, თორე ჩავკეტავდი. და წარმოიდგინეთ, როდესაც თქვათ კარმული კვანძი არის სინასტრიაში მეორე ადამიანის რომელიმე პლანეტასთან შეერთებაში დაღმავალი, ну მარტო ესეც არ ვიტყვით, მაგრამ ხშირად არის ხოლმე თან ისეთი ურთიერთობა, ეხლა უბრალოდ გავიცანი და გაიარა, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. როდესაც შემოდის ურთიერთობაში, ნუ არ ახუნებ ამას. როდესაც შემოდის ურთიერთობაში, მაშინ არის ხოლმე რომ არის წინა ცხოვრებიდან შეიძლება იყოს. ხაშვის მქონდა მსგავსი ისტორია და რო გითხრათ არ ვიცი, მაგრამ მართლა მქონდა ჰიპნოზზე ნანახი, რომ ეს ადამიანი მართლა მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წინა ცხოვრებაში, თითქოს ჩემთვის. და მან ცოტა დავფიქრთი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცალკე რო წავიდა ჰიპნოზზე, მანაც ნახა ეს ისტორია, რაც მე ვნახე.
ამიტომ როცა ვიკვლევდი ჰიპნოზით, მაგალითად, კარმულ ასტროლოგიას, ბევრი რაღაცა ემთხვეოდა. ერთ-ერთში ოღონდ ისე კი არა ზოგადად, პირდაპირ იყო დასმული ხოლმე და არ ვიცი, მე გიზიარებთ ამას. და ძლივს გამახსენდა, ეხლა უკვე საწყისში, თუ მოგწონთ ვიდეოები დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და სხვა შორის ერთს კიდე ჩავაკოხებ აქ ანონსები მინდა გითხრათ, ვიდეოები კიდევს, მაგრამ ძალიან საინტერესო პროგრამები მოგიმზადეთ, პროექტები უბრალოდ. ჯერ პირველი რომ კარმული ასტროლოგიის ტრენინგები მაქვს, ერთდღიანი და ორდღიანი და მან გვექნება ინდივიდუალური ჯგუფთან ერთად და ჯგუფური და ინდივიდუალური თან გამოკითხვებით გარჩევა ასტროფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი კომბინაციების, მაგალითად ჩავიმთვლა თეთრი მთვარის ანალიზი და ძალიან საინტერესო ტრენინგები გაგიმზადეთ. შეგიძლიათ Facebook-ზეც ნახოთ, შეგიძლიათ YouTube-ზე სხვა ვიდეოები მაქვს და ონლაინ სალკე ვამზადებ ახლა და რეალური ჯგუფი უკვე შეიკრა და მომავალში კიდევ გეგმავს გავს პროექტს და თუ გექნებათ სურვილი შემეხმიანეთ და ნელა ჩაგსვამთ ჯგუფში პლუს ასტრო მინერალოგიის ლექცია მაქვს ამ თებერვალს თუ დაგაინტერესებთ ესეც შეგიძლიათ შემეხმიანოთ და რაც თავარია ჩემი სიამაყე კურსი ასტროფსიქოლოგიის ახლა მეორე მოდული იწყებს 11 თებერვალს სტარტს პირველი ჯგუფი პირველი მოდულის უკვე მოვჭით და ძალიან მაგარი ტრენინგი მაქვს თქვენთვის შემოთავაზებული. ფაქტიურად ასტროფსიქოლოგიას სწავლობთ კიდეც და თან თერაპიულადაც მუშაობს ეს ტრენინგი, თერაპიულ პრაქტიკებსაც გავდივართ, რომ იპოვოთ თქვენ თავში ის პლანეტები, ის ასპექტები, გააცნობიეროთ. ჩემთვის ყველაზე მთავარია მეგობრებო, თუნდაც ახლა ამ კარმულ კვანძებზეც რო ლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვისწავლოთ ფსიქოლოგიურ ასტროლოგიური აზროვნება, ხო, ანუ ასტროფსიქოლოგია რა არის, რომ თქვენ ისწავლოთ, იცხოვროთ ეს ასპექტები. უბრალოდ გონებაში კი არ შეუშვათ და მე გაუშვათ. პირდაპირ ისწავლოთ, ყოველ ასპექტს რო უხრმავდებით, ფიქრობთ ამაზე. ოღონდ ტექნიკებიც უნდა ვიცოდეთ, როგორ დაუკავშირდეთ ჩვენ თავს, ხო, როგორ გავიდეთ კონტაქტზე, თუნდაც ამ ასპექტებთან და მე მაგალითად ამ ტრენინგებზე ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ამას ვასწავლი ხოლმე, მუშაობთ ერთად ჯგუფი ამ ფსიქოლოგიურად ამ კომბინაციებზე და მართლა ჩემი სიამაყე არის თქვა რა გეუბნებით ვიცი რომ ესეთი რაღაც არ გაკეთებულა ჯერ საქართველოში და რაღაც ძალიან უნიკალური პროექტი არის და პირველი ისე კარგად ჩატარდა ისეთი კარგი გამოხმაურებაც იყო ჯგუფის და ისეთი კმაყოფილები იყვნენ რომ მართლა ძალიან მიხარია რომ ეს საქართველოში ესეთი რაღაცა გავაკეთეთ და მონაწილეებსაც დიდი მადლობა და მომავალში ვინც შემომიერთდებით ძალიან დიდი გულით გელოდებით ძალიან საინტერესო პროექტები მაქვს რამდენი წელი ვისწავლე რამდენი წელი პრაქტიკაში ვარ და მინდა რომ სხვებსაც გაუზიარო ეს ჩემი გამოცდილებები ამ სივრცის მიღმაც ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები არის მეგობრებო რასაც ვერ ვამბობთ ხო ახლა აქ YouTube-ზე საჯარო სივრცისთვის არის ცოტა ესეთ ვიწრო ჯგუფებში უფრო გახსნელად შეგვიძლია ბევრი რაღაცის თქმა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის უფრო ის სივრცეც ამავე დროს და რაც შეეხება ახლა თვითონ კარმულ კვანძებს, ხო, როცა ორი ადამიანის რუკაიდება, იქ ნახულობთ ესეთ ასპექტებს, ეს მნიშვნელოვანი არის საკმაოდ. ეს ნიშნავს, ან ვალები არის, ან პირიქით რო ეხმარება ადამიანს ამ ცხოვრებაში მეორე ადამიანი რაღაც ახალი განვითარებისთვის, პლუს როცა არის ასპექტირებული კარმული კვანძები, ამ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მივდივართ ცხოვრების გზაზე და იხსნება ახალი შესაძლებლობები. ვიღაცა რაღაცას გვთავაზობს წინა ვიდეოშიც გქონდა საუბარი, ვიღაცა რაღაც ხელს გვიმართავს. მე მაგალითად ჩემს კარმულ გზაზე რომ მივდივარ ხოლმე მეცნობიან ისეთი ადამიანები, რომელიც მე მაინტერესებს და აქ უფრო ვფიქრობ ხოლმე, რომ თითქოს თან ენერგიაც მოდის, ან როგორც კი ჩვენ კარმულ აღმავალზე ვჩდებით, ენერგია მოდის დიდი და ეს ენერგია რაღაც მიზიდულობის კანონივით მუშაობს უკვე კონკრეტულ სფეროში, ხო? და ვიზიტავთ. ახლა ვერ გეტყვით, რომ სახლში ვიჯექი და მოვიდა ჩემი აღმავალი კარმული კვანძი, ესე არ იყო. მაინტერესებს ვიწყებ იქ მოქმედებას, მოდის საჭირო ხალხი.
ან მოდის საჭირო შესაძლებლობები, ხო? ოღონდ მოქმედება არის საჭირო. სახში თუ ზივართ, ან სახში პირობითად, დაღმავალზე თუ ზივართ, ესე ადვილად არ მოდის. აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა რადგან თქვენ გაინტერესებდათ განხილვა კარმული კვანძების სახლებში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მასალა არის YouTube-ზეც, ქართულად სტატიები არის ნათარგმნი, ასტრობლოგს აქვს ძალიან კარგი სტატიები. ну ფაქტიურად ყველანაირი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მე ჩემს პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ ხომ კარმულ კვანძებზე, რას ვხედავდი ხოლმე. აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არის ასპექტები, ხა თუ არის აღმავალი კარმული კვანძი ვერძის ზოდიაქოში, მაგალითად, საერთოდ სხვა არის, როცა ის მზეს უერთდება, ხო? ეს უკვე საერთოდ ცალკე ისტორია არის. ან თუ უერთდება გონების მმართველ პლანეტა მერკურს, ხო? ეგეც უკვე ცალკე ისტორია არის. თუ პლანეტებთან არის შეხება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი კარმული ენერგიის ჩართულობა არის. ახლა როცა აღმავალი კარმული კვანძი არის შეერთებაში მერკურთან, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ნიშანში არის. ის უკვე მუშაობს როგორც აღმავალი ტყუპებივით. მეგობრებო, არა ქალწულივით, არამედ უფრო ტყუპებივით, ხო? უფრო მერკური ეს კომუნიკაცია არის პირდაპირ და უფრო ტყუპური ენერგეტიკა უფრო აქვს. შესაბამისად, ამ ხალხს აინტერესებს ზოგჯერ მასმედია, იქ კონტაქტები, ვაჭრობის სფერო მაგალითად, ან წიგნის დაწერა აინტერესებთ, ან კომუნიკაციის სფეროში მუშაობენ, მიუხედავად ნიშნის სადაც არ უნდა იყოს, ხო? ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რა პლანეტასთან აქვს შეერთება ყველაზე ძლიერი არის. თუ არის ხოლმე ოპოზიცია აღმავალი კარმული კვანძისა და პლანეტის, ესე იგი ავტომატურად აღმავალ კარმულ კვანძთან არის შეერთებაში პლანეტა და ის უკვე ხდება როგორც სატურნი. აი მაგალითად სატურნი მერკურის შეერთება რო გქონდეთ. აი დაახლოებით ესე ვლინდება. თითქოს ადამიანს აქვს კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები, აქვს უნარები, ურთიერთობების, მაგრამ ვერა და ვერ გაიცნო საჭირო ხალხი. წერს რაღაცებს, მაგრამ მაინც არ არის ისეთი პოპულარული, როგორც უნდა ყოფილიყო. ხო, სატურნი მუშაობს, მათ ხურავს, სატურნის სიმბოლურად სატურნული ენერგია, თორე თვითონ საერთოდ სატურნი თუ მერკურთან შეერთებაში კიდე ცოტა სხვანაირად ვლინდება. ჩვენ გქონდა ვიდეო, როდესაც გადავიდა კარმული კვანძები სასწორი ვერძის ღერძზე. მაგრამ ახლა რო გავიაროთ უკვე მაქედან უნდა დავიწყოთ, ხო, კარმული კვანძი, აღმავალი კარმული კვანძი ვერძის ზოდიაქოში და დაღმავალი სასწორი ზოდიაქოში. ეხლა ვისაც პირად რუკაში აქვს ესეთი მდებარეობა, ეხლა კარმულ პერიოდს გადიან. ეხლა ეს წელიწად ნახევარი დაახლოებით ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვთ მათ ცხოვრებაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანი პერიოდი არის გასააზრებლად, ხომ? აქ გვექნება როგორც ან თლიანად ვერძი სასწორი პირველი მეშვიდე სახლები ერთად გავიაროთ, ხომ? ვიღაცა საპირისპიროთ აქ, ვიღაცა სახლები აქ საპირისპირო, მაგრამ ზოგადად ეს ენერგია რას ნიშნავს, ხომ? ვერძში, როცა არის აღმავალი კარმული კვანძი, მეგობრებო, ეს აფართოებს უკვე ვერძის ენერგეტიკას, ხომ? თლიანად. მაგალითად, აღმავალთან ერთად უნდა განხილოთ აუცილებლად აღმავალი. მხოლოდ აღმავალი ესე ცალკე არ არის, ხო? ეს არის პირდაპირ აი ის კომბინაცია, რომელიც ოპოზიციურ ნიშანს ერთად ავლენს, ხო? აღმავალი ვერძის ზოდიაქოში ნიშნავს, რომ ავტომატურად აქ ადამიანს დაღმავალი კარმული კვანძი სასწორში. ესე იგი პირველ რიგში უყურებთ ადამიანს რა უნარები აქვს, როგორი ენერგეტიკა აქვს, ხო? იქ ენერგეტიკას კიდე ძალიან ბევრი რამე განაპირობებს, მაგრამ მე მაგალითად ჩემს შემთხვევაში ძალიან ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ შენ მერწყულს გავხარ. ნუ კი, ურანი მეოთხე სახლში მყავს, კუთხურ სახლში და ეს ძალიან ესეთი გამოხატული ენერგია არის, მაგრამ დაღმავალი მყავს მერწყულის ზოდიაქოში. და ეს მერწყულის ფსიქოტიპი მაქვს მენტალურად. ჰაერი, მაგალითად, მსუბუქი კომუნიკაცია, იდეები, ცოტა ისეთი თავისუფლების მოყვარულობა, არა ჩარჩო, ხო, რაღაცა კუთხით, ეს ჩემი დაღმავალი მერწყული ძალიან მკვეთრად გამოხატავს. ამ კომბინაციას ხაშეს ჩემ ოჯახშიც აღმავალი მერწყული ან დაღმავალი მერწყული ესე ყავს. ბავშვები ერთს დაღმავალი ყავს მერწყულში, მეორეს აღმავალი ყავს მერწყულში. მამაჩემს აღმავალი ყავს ლომში, მე აღმავალი ყავს ლომში, ხო? ანუ აი სულ ესე თამაშობს ხოლმე ოჯახურ კარმაში კარმული კვანძები, ამიტომ ჰაერიდან არ მოდის, ეს რაღაც ბაზაზე არის ყოველთვის დაფუძნებული და ეს თუ ძალიან გათამაშთა ოჯახში
იქ უკვე შეიძლება მე ლილიტების თაობა წამოვიდეს, ხო, ლილიტი ლომი, ლილიტი მერწყული სიტყვაზე და აქ უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ოჯახში ის არ არის დაბალანსებული. ზოგთან მაგალითად, ვისაც ქალწულში ყავს, მე ლილიტი ქალწული შეიძლება შვილი იყოს და აქ უკვე ნიშნავს, რომ ადამიანი ქალწულის დაღმავალს ან აღმავალს არასწორად ავლენს, ხო, ეს სიმბოლურად ისე რომ გითხრათ. სასწორი ამ შემთხვევაში, ხო, არის უკვე, აი რაც გითხარით ახლა, ხო, ჩემ კომბინაციაზე ვთქვათ, უკვე გადმოყოლილი აქ ადამიანს წარსულიდან და რა დაჟე ისე ჩანს ხოლმე თითქოს სასწორი გეგონება ადამიანი, ხო? ჰარმონიული, შინაგანად გასწონასწორებული, დიპლომატიური საკმაოდ და რაც თავარი ასეთ ადამიანებს აქვთ პარტნიორული ურთიერთობის თუ კარმულ ასტროლოგიაში გადავალთ გამოცდილება. ეს ადამიანი ან მაღალი საზოგადოებიდან იყო წამოსული წინა ცხოვრებაში, ან რაღაც შინაგანი კულტურა აქვს, შინაგანი ეთიკა აქვს, შინაგანი დიპლომატიურობა აქვს, ან მაგალითად სილამაზის მიმართ აქვს თავისებური მძაფრი გამოხატვა, ხო? მაგალითად როგორც დაღმავალ მერწყულს აქვს ეს თავისუფლების აღქმა ძალიან მძაფრად და ძლიერად და თავისუფლების არა მარტო საკუთარი თავის სხვების თავისუფლებისაც, ხო? ამ შემთხვევაში სასწორს აქვს ეს გამოხატულება, რომ ყველა საზღვრები უნდა იყოს დაცული. დაცული რას ნიშნავს? მაგალითად, როცა მე ადამიანთან ურთიერთობას ვიწყებ და ვარ მორიდებული, ვარ შედარებით ჩუმი, არ ვაწვევი მას, ხომ? არ ვარ ზედმეტად ინიციატივიანი და ეს გარკვეულწილად არის კავშირში ადამიანების საზღვრებთან, რომ მე არ შევაწუხო ეს ადამიანები, ზედმეტი ხმაური არ გამოვიწვიო, ზედმეტად არ შევზღუდო ესეთი ადამიანი, რაც დაღმავალ ვერძებს ნაკლებად ახასიათებს სხვათა შორის. და აქედან გამომდინარე უკვე არის, რომ ადამიანი ხვდება, რომ ცოტა გაჩერებულია. ცოტა ინიციატივაა. ანუ ყველა ცდილობს მოერგოს. ყველა საზღვრები უნდა რომ დაიცვას, მაგრამ უკვე გადადის პასიურობაში. და ნენალა უკვე აწუხებს ეს ადამიანს, რომ რა არის საზოგადოების ენერგია, ხო, სასწორი, ეს არის, რომ ყველას მოვერგო. საზოგადოებრივი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორ გამოვიყურები ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ნენალა ხვდება, რომ პირადი ინიციატივები არის საჭირო. ნენალა ეს პარტნიორებიც ეცლება ხელიდან ან თვითონ აღარ უნდათ საერთოდ ეს ურთიერთობები და ერთ-ერთი კომბინაცია არის, როცა ვამბობ, რომ აი რო გითხრათ, ახლა გულახდილად, რომ ქორწინება დიდად შენ მისი აღარ არის. ოკეი, არის თუ არ არის ადამიანი დაქორწინებული, ან პარტნიორული ურთიერთობები არ აქვს ისეთი მყარი. ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ სულ სჭირდება გამოცდილება უფრო დამოუკიდებელი გახდეს, პირადი ინიციატივები გამოავლინოს, აქტიური იყოს, ენერგიული გახდეს და ასევე აქ უკვე გადავდივართ ვერძში. ანუ სასწორის დაბალანსება შეიძლება მხოლოდ ვერძის ენერგიით. ანუ მე თუ ძალიან მივეჯაჭვე სასწორს, მე თუ ძალიან მივეჯაჭვე ჰარმონია, სიმშვიდე, საზოგადოებაში სურვტრიალება, ხო დავიკარგე ამ საზოგადოებაში, ხო? სადღაც აი უკვე ჩამყლაბა ამ საზოგადოებამ და მე უკვე დისკომფორტს განვიცდი და აქედან ამოსვლა რომ მინდა ნენალა უკვე გამოდის რომ ვერძზე გადავედი. ვერძი როგორი არის, რომ იცი მე ესე ვფიქრობ. მე ესე მინდა ცხოვრება. მე უკვე აღარ ვერგები ადამიანებს, ხო, ისე კომფორტულად. ოღონდ ეს რაღაც პერიოდის შემდეგ გარდამტეხი გზა ხდება. 26 წლის ასაკში არის კარმული კვანძების დაბრუნება. 16 წლის ასაკში არის კარმული კვანძების დაბრუნება. 36 წლის ასაკში არის კარმული კვანძების დაბრუნება. სხვა შორის ეს რაღაც მისტიური რიცხვია ხოლმე 26-დან 28 წლამდე, 36-დან 38 წლამდე. განსაკუთრებით ამას ვეძახით კარმულ წლებს და ზოგი ხდება ხოლმე ხო საერთოდ ამ წლებში მიდიან ამ ცხოვრებიდან ეს ძალიან პოპულარულ ასტროლოგიაში არის ისე რომ აი თავის მისიით არ მიდის ადამიანი სიამდვილე შეხაკულწრფელად რო გითხრათ მაგ პერიოდში ვინც კი მინახავს რუკაში რომ გარდაიცვალა ისეთი მძიმე ტრანზიტი ჰქონდათ უმძიმესი და აი პლუს სხვა პროგნოზირების საშუალებებში ძალიან ბევრი ისეთი ნეგატიური ენერგია იყო და ამ კარმულ კვანძებს ვერ დავაბრალებ ხოლმე ამას მაინც მაგრამ გარკვეულწილად არის ამასში სიმართლე რომ ადამიანი თუ რაღაც ენერგიაში არ მიდის სწორად და შეიძლება საერთოდ ლილიტის ზონა იყოს შეიძლება იქ რაღაც სხვა კომბინაციის ზონა იყოს მაგრამ კარმულ წლებში განსაკუთრებით ხდება ხოლმე რაღაც ესეთი დამრტყმელი ენერგიის ჩართვა ხო
თუმცა ამას აქვს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ტრანზიტში რა ხდება მაგ პერიოდში. ისე არაფერი არ გვემართება თუ ტრანზიტში რამე ისეთი სირთულე არ აქვს. ეხლა რა მნიშვნელოვანი ის არის, როდესაც ვერძის ფაზაზე გადავალთ მაგალითად, ხო ვერძი რა არის? მარტო ხელა. ხშირად არიან ხოლმე რომ აი მარტო ცხოვრობს ადამიანი, არავინ არ უნდა. ან ყავს ქმარი, ან ცოლი, ოღონდ გინდიყოს გინდა რა. ყველაფრის გაკეთება მათ უწევთ თვითონ. ყველაფერში თვითონ არიან უკვე. ან უბრალოდ კარიერული კუთხით, მეუღლეც ყავს ყველაფერი, მაგრამ კარიერული კუთხით ინიშნებიან ლიდერად, ხელმძღვანელად მაგალითად ჩააბარებენ რაღაც დიდ პროექტებს და მარტო უნდა გაქაჩონეს, ხო? ანუ უკვე აი ამ მასიდან ნენელა გამოყოფა ხდება და პასუხისგებლობების საკუთარ თავზე აღება. ხონდ ეს პასუხისგებლობა არ არის კლასიკური გაგებით, როგორც ხის-რქის ზონაში, ხო, აღმავალზე. ეს არის უფრო გაგება, როდესაც მე პიროვნულად ჩემ თავში ხვდები დარწმუნებული, რომ უი ეს შემიძლია, უი ეს უნდა გავაკეთო. ანუ თურმე არავინ არ მჭირდება რაღაცებისთვის და მე ნენელა ისე მოწონთეს, რომ საერთოდ აღარავინ აღარ ჭირდებათ. განსაკუთრებით პარტნიორები აღარ ჭირდებათ, ხომ? აქ ახლა მეგობრებზე არა მაქვს საუბარი, აქ უფრო საუბარი არის იმაზე, რომ აი მე უკვე საზოგადოებაში შევდივარ როგორც მე. ჩემი აზრებით, ჩემი გამბედაობით, ჩემი ოპტიმიზმით, რომ მე რამე რო არ გამომივიდეს, ოკეია, ამასთან არ მექნება პრობლემა. მე შემიძლია დავძლიო რაღაც პრობლემები. ანუ საკუთარ ინდივიდუალური მეს გამოვლენას ახდენს ადამიანი, ხო? რომ მე შემიძლია, მე ძლიერი ვარ და ეს არის ძალიან რთული გზა. ეხლა ძალიან მარტივად აგიხსახაილეთ, მაგრამ იმ ხელა პრობლემების გავლა უწევთ ამ კვანძის მქონე ადამიანებს, რომ ამას მიხვდნენ. ეს არის რეალურად ის გზა ცხოვრების, რასაც გავდივართ. და ის რომ კი იუპიტერი, მე-10 სახლი, მე-6 სახლი, სხვადასხვა კომბინაციები პროფესიას გვეუბნება რუკაში, მაგრამ როგორც წესი, მეგობრებო, აღმავალი კარმული კვანძი, აი ლაიტმოტივად გაასდევს ხოლმე ჩვენს კარიერას. ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის ის ენერგია, რაშიც უნდა ვიტრიალოთ, რა პროფესიაშიც არ უნდა ვიყოთ, აი ეს ლაიტმოტივი უნდა იყოს სულ ჩართული. და აღმავალი კარმული კვანძი სასწორში ნიშნავს, რომ ადამიანი ძალიან ისეთი ესთეტურია, სილამაზე ძალიან უყვარს, შეიძლება როგორც ქალი თუ არის გამობრანჭული იყოს სულ, მამაკაცი თუ არის რაღაც ისეთის კონდეს შინაგანი პეცი რაღაცნაირი, ხო, დიპლომატიურობა, ან რაღაც არისტოკრატული მანერები, ზოგჯერ ესეც კი არის, ხო? ხშირად არის უბრალოდ ეს და აქ ამ შემთხვევაში ეს უკვე აქტუალური ისე აღარ ხდება. ნენელა გადადის ადამიანი უკვე ვერძის ზონაში, რომ მე კი ჩემს ძველ თვისებებს, ჩემს ესთეტიზმს, ჩემს შარმს ვიყენებ იმისთვის, რომ წინ წავიდე ვერძულად, ჩემი პროექტები განვახორციელო, თამამი გავხდე, გამომივიდეს რაღაცები, ლიდერი ვიყო. ოღონდ ეს ისე არ ხდება, მეგობრებო, რომ სასწორი ჩავკეცე და წავედი ვერძზე. ესე არ ხდება. თუ სასწორს არ გამოიყენებს ამ კომბინაციის ადამიანი, ის ვერძი არ მოვა. ანუ ის წარმატება არ მოვა, ის გაფართოება არ მოვა, იმიტომ რომ საჭირო არის სასწორის ჰარმონიულობა, სილამაზე, დახვეწილობა, მოთმინება, ეს გამოავლინოს ადამიანმა. ანუ ბაზა ყოველთვის არის დაღმავალი. ბაზას თუ არ ვიყენებთ, ჩვენ აღმავალზე ფიზიკურად ვერ გადავდივართ, ხო? უბრალოდ საჭირო არის აქ რატო იცით, აი თუ აი ხა რა არის კლასიკური ვერძი? ეს არის ადამიანი, რომელიც არის დიდი ფიზიკურათაც, აი სპორტდარბაზში რო ესეთი ტიპები არიან, ხო? რაღაც ისეთ კუნთიანი ტიპები და საერთოდ რო არ აინტერესებთ დახვეწილობა, ესთეტიზმი, ან ქალები რო არიან, ხო, რაღაც უკუნთები და საერთოდ შეიძლება მაგიერს არ იკეთებენ, კაპებს არ იცმენ, სიტყვაზე გეუბნებით, ხო? ეს არის სუფთა ვერძი. მაგრამ თუ ხა ეს სასწორის ენერგიაზე, ანუ თუ გადავარდა ადამიანი ამ ვერძის ზონაში, მე ხდება როგორ რაღაც იცით, რომ სერიოზული პრობლემები დაიწყება. და მე უწევს ისევ გადმოვარდნა სასწორის ენერგიაზე. მაგალითად, ხვებზე გახდეს დამოკიდებული ესეთი ადამიანი, ან ტრავმა აიკიდოს, ან რაღაცა დაემართოს და ისევ პარტნიორულ ენერგიაზე დარჩეს. ანუ თუ ჩვენ ძალიან გადავკვეთავთ კარმულ კვანძს და გადავალთ მთელი ზონით აღმავალზე, აი ჩავიკარგებით ხოლოდ და დაღმავალს დავივიწყებთ, მე რაღაცები ასევე ხდება და ვჯდებით ისევ დაღმავალ კარმულ კვანძზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ
აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ორივესთან აი სულ ბალანსში ვიყოთ. სასწორი ვერძი, აი ნენელა, რომ აი ამ ენერგიას არ ვკარგავთ. იქით ვერძისკენ გადავალთ, სასწორი გვექაჩება მერე, რომ ისევ დიპლომატიურობა, ისევ სიმშვიდე, არ შეიძლება ძალიან ხმაურიანები ვიყოთ, ძალიან ეგოცენტრულები გავხდეთ და რატომ არის ამის რისკი, მეგობრებო, იმიტომ რომ როცა არის აღმავალი გაფართოება, ჩვენ გვინდა ამ ზონაში ბოლომდე ყველაფერი აი ბოლომდე წავიდეთ, ესე რომ ვთქვათ, ეს არის დიდი მადა, რომელიც არასოდეს არ ნაყრდება და ამიტომ მეტი გვინდა. ამისთვის ეს რომ არ მოხდეს, ანუ რაღაც ახალ ილუზიაში ვერ გავეხვეთ, საჭირო არის მერე დაღმავალის ჩართვა. ხვდებით ხო? ანუ ეს ყოველთვის ბალანსის კუთხით უნდა მიდიოდეს. როცა არის სახლების სისტემაში ჩართული აღმავალი პირველ სახლში, დაღმავალი მეშვიდე სახლში. მსგავსი ისტორია არის, მეგობრებო, ოღონდ აქ პირდაპირ სფეროებზე არის საუბარი. თუ ნიშნები არის ზოგადად თვისებები, ხასიათი და ასე შემდეგ, მაგალითად, როცა არის აღმავალი ვერცხლში, შეიძლება ადამიანი ისევ ესთეტიკურ ცენტრში იყოს, ან მოდის სფეროში, ან დიპლომატიაში იყოს, ოღონდ უკვე აი ესეთი დიპლომატი, რომელიც ლიდერი არის, რომელსაც ან სერიოზულ მოლაპარაკებებში უწევს გასვლა, ხო, სიტყვაზე. და ის უკვე პიროვნება არის, ის აღარ არის ათქვეფილი საზოგადოებაში. როცა არის სახლების სისტემა, მეგობრებო, პირველი სახლი აღმავალი, ეს ნიშნავს უკვე რა იცით, რომ აი მე, მაგალითად, ჩემი ვიზუალი უნდა მოვიწესრიგო, მაგალითად, ფიზიკურად გავაქტიურდე. პირადი ინიციატივები, განა ის, რომ აი მე სადღაც ლიდერი ვარ და ინტელექტუალურად მუშაობ, ხო? აი შეიძლება ადამიანი ფიზიკურად გაიქცეს, გამოიქცეს, ფიზიკურად ივარჯიშოს, მაგალითად, საკუთარ თავზე იმუშაოს, პიროვნული განვითარებები დაიწყოს, ხო? და ძალიან ახლო არის ნიშანსა და სახლს შორის, ხა ესე როგორ არის, როცა პირველ სახლს ვლაპარაკობთ, ხა მთლიანად ზოგად ვერძის ზონას ვერ უარყოფთ, ის ყოველთვის გარკვეულწილად გავლენას ახდენს, მაგრამ პირველ სახლში აღმავალი არის უკვე რომ აი თვითონ უნდა გამოჩნდეს, პიროვნულად თავად უნდა იყოს, ხო ხდებით და მეშვიდე სახლი ეს უკვე ნიშნავს, რომ მე უკვე მაგალითად პარტნიორული ენერგია გარკვეულწილად დასრულებული მაქვს. ქორწინება მეშვიდე სახლი არის, მტრები მეშვიდე სახლი არის და შეიძლება ადამიანს ქონდა მაგალითად წინა ცხოვრებებში მტრებთან გამკლავების ისტორიები ან სასამართლო პროცესები ქონდა შეიძლება ხომ, რასაც ახლა დაღმავალ სასწორზე მთლად ამას ვერ ვიტყვით, ანუ მეშვიდე სახლი პირდაპირ მტრებს მიანიშნებს, მტრები რას ნიშნავს? მეტოქე შეიძლება იყოს, კონკურენტი შეიძლება იყოს, ახლა მტერი რომ ვიღაცა მისაფრთება, ამაზე არ არის ლაპარაკი. არის უფრო კონკურენცია მაგალითად, ხო? და ახლა ნენელა ადამიანი გამოდის უკვე რა, რომ მან შეიძლება შექმნას ისეთი რაღაც საკუთარი თავისგან, რომ უკვე კონკურენტი აღარ ყავდეს მაგალითად, ხო? აღარ აინტერესებს კონკურენტები, აღარ არის რომ ვინმესთან რაღაც შევადარო, ესეთი თემა და პლუს მეშვიდე სახლში დაღმავალი ეს არის, რომ შეიძლება ქორწინება ქონდეს, პარტნიორული ურთიერთობები, ოღონდ ეს აღარ არის ისეთ ან ძლიერი ფიგურა აღარ ყავდეს, ისეთი ან ყავს, მაგრამ ვერ ეყრდნობა, მსგავსია ხო დაღმავალი სასწორის, ხო რა გარკვეულწილად, ოღონდ მეშვიდე სახლი პირდაპირ სფერო არის, მეგობრებო. აი სფერო რას ნიშნავს, იცით? აი თუ პარტნიორული ურთიერთობები თუ დავიწყე, ჩართული არის უკვე მეშვიდე სახლი. კონსულტაციებს თუ ვატარებ, მეშვიდე სახლი არის ჩართული, ხო? კონსულტაციები რა არის ახლა? მაგალითად, თუნდაც ჩემთან რო პირად რუკაზე მოდიან, ჩემი მეშვიდე მათი მეშვიდე სახლი არის გახსნილი. ანუ ჩვენ პარტნიორული თანამშრომლობითი ურთიერთობები გვაქვს. ამ სახლების სისტემაზე ხო გვაქვს ვიდეოები, ეხლა მე-6 სახლზე ჩავწერ ვიდეოს. და მე-6 სახლი თუ არის დაბალი რანგი, მაგალითად ვიღაცა დავიქირავე, ან ვიღაცამ დამიქირავა, მეშვიდე სახლი არის უკვე თანასწორი. ანუ ჩვენ თანასწორად ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ხო ჩვენ პარტნიორები ვართ, ხო? ანუ მარტო ქორწინება არ არის, რა თქმა უნდა, მეშვიდე სახლი. ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა, თანასწორი ურთიერთობა და აღმავალი როცა პირველ სახლში ჯდება. აი ეს თანასწორი ურთიერთობა უკვე აღარ არის ისეთი საინტერესო ადამიანისთვის. აი ეს პარტნიორული თანამშრომლობები არა, აი შეიძლება თვითონ იყოს ლიდერი, თვითონ გაკაჩოს ყველაფერი და მე-6 სახლში გადაიყვანოს ხალხი, მაგალითად დაიქირავოს სხვები, ხო? ანუ ის რომ პარტნიორული ურთიერთობა კონდეს ვინმესთან, ნაკლებად არის ხოლმე. რაღაც დონეზე არის
კი, იმიტომ რომ ეს დაღმავალი მოითხოვს, რომ რაღაც ბალანსი იყოს, მაგრამ უფრო მარტოს უწევს ყველაფრის გაქაჩვა. მარტო თვითონ არის, ხო, მარტო ხოდავს რაღაც თემებს მაგალითად, ხო? პირველ სახლს ღერძზე ცოტა იცით რა მომენტიც არის ხოლმე კიდევ, რომ აი ჩემსა და სხვებს შორის თითქოს ურთიერთობები აღარ არის ხოლმე ესეთ სტაბილური, აი მე მინდა რომ გამიგონ, მე მინდა რომ გვერდში დამიდგნენ, მაგრამ აღარ არის ამის შესაძლებლობა. მიწევს საკუთარ თავზე ვიყო ორიენტირებული უკვე ყოველთვის. ძალიან მსგავსი არის ფაქტიურად აღმავალ ვერცხთან, ხო? ესეც იგივე არის. ახლა ახლა რა განსხვავება აქვს? მაგალითად არის აღმავალი კარმული კვანძი სასწორში და პირველ სახლში. ეს ხო ჯვარედინ კვანძებს ვეძახით აქ ამ შემთხვევაში, ხო? და აქ უკვე რას ნიშნავს, რომ ადამიანი მაგალითად აუცილებლად დაღმავალს განვიხილავთ, ჯერ დაღმავალი ვერტში, ეს ნიშნავს, რომ აი ადამიანი ლიდერი იყო, ადამიანი ესე მე ვამბობ ამას და გამომყევი, აი ესე იყო, მაგრამ ლიდერი იყო პარტნიორებთან. ლიდერი იყო, მაგრამ თანამშრომლობდა თან სხვებთან, ხო? და ეხლა უკვე რა აქვს გასანიშნებელი? ეხლა არის, რომ მაგალითად მე უკვე პირადად აქტიური დავიყო, ჩემს ხელზე ვიმუშაო, მაგალითად სილამაზე შევიტანო ჩემს ხელში, ანუ მე სასწორი უნდა მოვირგო უკვე პიროვნულად ჩემ თავზე. გავხდე უფრო სასიამოვნო, მაგალითად მეტყველება გავიუმჯობესო, მაგალითად ვიზუალი გავიუმჯობესო, მაგალითად გავხდე ძალიან სასიამოვნო ურთიერთობებში, ხო? აი ესეთი განსხვავება არის. თუ არის დაღმავალი ვერძი და მეშვიდე სახლი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სხვებთან იყო, რომ აი მიდი ეს გააკეთე, მოდი ეს გავაკეთოთ ერთად, ანუ იქ სხვებს გაჩავდა. ეხლა თავის თავში უნდა გაქაჩოს ბჭყალებში სასწორის ენერგია. აი ეს არის ჯვარედინი კვანძების თემატიკა. მივხვდით, ხო, ალბათ, ხო? და რეალურად თითქოს მსგავსი არის, მაგრამ პრინციპი უკვე ცოტა სხვანაირი არის ხოლმე. ეხლა როცა არის საპირისპირო ენერგია, დაღმავალი კარმული კვანძი არის ვერძის ზოდიაქოში და აღმავალი არის სასწორის ზოდიაქოში. ახლა აქ რა ხდება, ნახეთ? სხვაშორის ყველაზე მეტად როგორ არის, ყველაზე მეტად არ მეყვარს აი ეს კომბინაციები მაგ და აქ რა ხდება? ვნებიან ხოლმე, აი ეს ზოგადი რო არის ძალიან და ამ შემთხვევაში რა შვებით და ეგეთ და მეტინაც ვამბობ ხოლმე ამ დროს რა ხდება ახლა მაგ დროს, როცა არის დაღმავალი კარმული კვანძი ვერძის ზოდიაქოში. ვერძი არის მეგობრებო უკვე პირადი ინიციატივები, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის ენერგიულობა, ეს არის ლიდერული თვისებები, პირადი ინიციატივები, რომ აი შენ ეს გააკეთე, შენიც გააკეთე, მოდით ახლა რა ზიხართ, ყველა ავდექით, ვაკეთებთ ესე. ეს არის დაღმავალი ვერცხში. ძალიან ხშირად ესენი არიან დრაივერები, ეს ხალხი, ენერგიულები, მიუხედავად ბევრი სხვა რაღაცისა, შეიძლება და შავი მთვარე ყავდეს იქ ადამიანს ლომის ზოდიაქოში, ან შავი მთვარე ყავდეს ისეთ ცეცხლოვან ნიშანში, რომელიც ხა აცლის ხო ენერგიას, მაგრამ თუნდაც კუროში იყოს დაღმავალი კვანძი, ხა ისევ გადათ რო გითხრათ, მაგრამ დაღმავალი ვერცხში ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან ენერგიული, ძალიან ინიციატივიანი, მაგრამ აქ რაშია საქმე იცით, რომ ვერძი ეს ხომ არის ცოტა ეგოიზმი. ნეგატიური კუთხით. დაღმავალში ყოველთვის რაღაც გადაჭარბება მოხდა, ხო, რაღაც გადატვირთვა მოხდა. და ეს ადამიანებში არის ცოტა ეგო დასაუკებელი. ოღონდ ამას თავის პლუსებიც აქვს, ხო? მაგალითად, თავის ინიციატივით შეიძლება სხვები გაქაჩონ. აი აქ უკვე გადავდივართ სასწორის ენერგიაზე. მაგალითად, მე ვაქტიურობ მაგრამ საზოგადოებისთვის ვაქტიურობ, მე სხვებს ვეხმარები, ან პარტნიორს ვქაჩავ მაგალითად, ან ჩემს გარშემო სხვებს ვქაჩავ, ხო? და აქ უკვე ნენელა მე ვსწავლობ სხვებთან ურთიერთობას, მე ვსწავლობ ჩემ ეგოზეც გარკვეულწილად უარის თქმას, როცა მე სხვებს ვქაჩავ. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და ეს ჩემი უნარები კი არ უნდა გავაქრო ვერძის, რომ კი ვარ ცოტა ეგოცენტრიკიც, ცოტა თავში დარწმუნებულიც, ცოტა ამბიციურიც, ცოტა ისეთიც უტაქტოც მომენტებში, ხო, დიპლომატიურობა არ მაქვს, არ მაქვს გამომუშავებული კარმულად მოთმინება, არ მაქვს სხვების მოსმენის უნარი გამომუშავებული, მაგრამ მაქვს სიმტკიცე, საკუთარი თავის რწმენა, მაქვს დიდი ფიზიკური ენერგიაც, მოტივირებული ისეთი ენერგიაც, რომ მაგალითად ლიდერის თვისებები და აქ უკვე შემიძლია ეს ჩემი უნარები ისევ საკუთარ თავს კი არ მოვახმარო, როგორც წინა ცხოვრებაში, მაგალითად, ხო, რომ აი მე დამინახეთ, არა, უკვე ვახმარ სხვა ადამიანებს.
პარტნიორებს მეუღლეშივდებ მაგალითად ამ ენერგიას და მისია რა არის ამ ასპექტის რომ ნენელა ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ეგოს ცოტა ის კი არა რომ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი არა მე უნდა ვისწავლო პარტნიორებთან ერთად ყოფნა მე უნდა ვისწავლო სხვების მოსმენა სხვების საზღვრების დაცვა ხანდახან ჩემი ინიციატივების ცოტა გაჩერება იქნება და სხვა ადამიანს ხვალ უნდა იქნება და შევათანხმო სხვებთან მოდი ესე თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს პრინციპები არის დაღმავალი ვერძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გასანვითარებლად და თუ მას მიეცემა ისევ ის რომ ისევ მარტოა არ ყავს საქორწინო პარტნიორი ისევ საკუთარი თავის იმედზე არის ხომ იქ უკვე ვერ გადავა სასწორში ესე იგი უნდა იყოს ხვებზე დამოკიდებული რომ ხანდახან ცოტა გაჩერდეს ცოტა დაამშვიდოს თავი კარგი არის ხოლმე ამ კვანძისთვის უნთქვითი ვარჯიშები კარგია ხოლმე სიმშვიდე ბუნებაში სიარული მაგალითად ხომ რომ ისწავლოს საკუთარ თავში ჰარმონია იპოვოს არ არის საჭირო სულ აწვებოდნენ რომ ეს უნდა გავაკეთო ეს ჩემი გასაკეთებელია პლუს ზოგჯერ ეგოიზმიც არის აქ ძალიან დიდი ხა ეგოისტები ყველა ვართ გარკვეულწილად მაგრამ დაღმავალი ვერძი ვერ ხვდება რომ უტაქტოდ გამოსდის პირადი ინიციატივების თავს მოხვება სხვებზე ოღონდ აქ რუკას გააჩნია რა თქმა უნდა თუ არის ჰარმონიული რუკა ეს არის ადამიანი მხიარული ენერგიული ოღონდ ყოველთვის დაღმავლის ზონაში რაღაცას ვაჭარბებთ მეგობრებო და ამისთვის არის აღმავალი ჩართული რომ ჩვენ ნენელა ვისწავლოთ ცოტა გავჩერდეთ ხომ შიდა ჰარმონია სამყაროსთან ჰარმონიაში უნდა მოვიდეთ მსგავსად მუშაობს როცა აღმავალი კარმული კვანძი არის მეშვიდე სახლში რომ პირადი ინიციატივები უკვე საკუთარ თავზე ორიენტირება საკუთარი თავის გამოხატვა ნენელა უნდა შეზღუდოს და მე თუ პირადად ვიაქტიურებ სხვებისთვის პარტნიორებისთვის მე უფრო უნდა მოვუსმინო სხვებს და მივცე მათ საშუალება თვითგამოვლენის და მე უკვე აღარ ვეცადო თავს მოვახუიო სხვებს ჩემი თავი. ცოტა რთული კვანძი არის. დაღმავალ ვერძებს და დაღმავალ პირველსახლიერებს ცოტა უჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იყვნენ მარტო ესე ვამბობთ ხოლმე წინა ცხოვრებებში. ძალიან დიდხანს იყვნენ ან მამაკაცურ ენერგიაზე, ხო, ვერძის ენერგია არის, ვერძი მამაკაცური არის, მეომარი არის, მებრძოლი არის. აი, ეს ენერგიები უკვე იმდენი ხანით კეპნეს, რომ ეხლა სასწორში ან მეშვიდე სახლში გადასვლა უჭირთ. ეს იგივე არის ფაქტურად, როგორც დაღმავალ სასწორებს უჭირთ ვერძული ენერგია, ხო, უნდათ პარტნიორებთან დაალაგონ ურთიერთობა, უნდათ აი სილამაზე, ჰარმონია, მაგალითად მაღალ საზოგადოებაში ტრიალი, ეს რაღაც შიდა ელიტარულობის განცდა აქვს. ვერც სულ არ აინტერესებს ეს ელიტა, პირიქით შეიძლება დასცინოდეს ამას, საზოგადოებრივი აზრი ძალიან არ აინტერესებს და ნენელა უკვე უწევს დათმობა. უწევს ნენელა გადასვლა ამ ყველაფერზე, ხო? ეს არის მეგობრებო, აქ ზოგადი კარმული კვანძები, მე გადავალთ კურო მორიელის ღერძზე. ეხლა ამ ვიდეოს შემოგთავაზებთ ჯერ, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ინფორმაციები, ვისაც ეს ღერძი გაქვთ, ვისაც არა გაქვთ, მაინც კარგი იქნება თუ მოусმენდით, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი თავის გაგება არ არის მხოლოდ ჩვენი კომბინაციები, სხვა ადამიანებსაც აქვთ ხოლმე ესეთი კომბინაციები და კარგი არის ზოგადად რომ ვიცოდეთ რა ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვებთან, ხო? და დროებით შემდეგ უკვე სხვა კონცეფციებსაც შემოგთავაზებთ.